ჩვენი დევანდელი საუბარი შეეხება ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ კაცი რომ მალავს და ჭირი რომ თავს არ დამალავს, აი ესეთ მდგომარეობაში ვარ. სოდომური და გომორული ცოდვა. ეს არის სოდო, როცა ადამიანები გაუგუმართებული ცხოვრების ცხოვრობენ, როცა მათი ურთიერთობა ერთმანეთთან არის ძალიან შემზარავი და ღვთისთვის ყველაზე მეტად გამომძალებელი. პირველი წარღვნა დედამიწაზე ნოეს დროს მოხდა გარყვნილების გამო. ადამიანი გაირყნა იმდენად, რომ მან დაივიწყა ღვთის სახელი. მისი ქმედება, მისი საქციელი იყო დაფუძნებული ურჩულოებაზე, სიძვა რუშებაზე და გარყვნილებაზე. ღმერთმა არ დააყოვნა და მოხდა წარღვნა, მხოლოდ 8 ადამიანი გადარჩა. ცოცხალი, ნოე, მისი მეუღლე, მისი 3 ვაჟი და აი ამ ვაჟების ცოლები, 3 ცოლი. როდესაც დედამიწაზე წარღვნა მოხდა, მთელი დედამიწა წყალმა დაფარა. უფალი დასხრა რისხვისაგან და ცაზე გამოჩნდა ცისარტყელა. ცისარტყელა ეს არის ადამიანის ღმერთთან შერიგების სიმბოლო. ოღონდ სიმბოლო სინანულის დაახსარების შემდგომ, როცა ადამიანი ნანობს, როცა ის ინანიებს თავისოდვას, ღმერთს გულსულბობს და აი ღმერთი შეხედავს რა ცისარტყელას, იხსენებს თავის დადებულ აღთქმას, რომ ის აღარ წარწმეს ადამიანს წყლის საშუალებით, წარღვნა წყლით აღარ მოხდება და ადამიანი ურიგდება ღმერთს. აი ამ ადამიანებმა, ეგრეთ წოდებულმა LGBT საზოგადოებამ, ეს ინიციალებია მათი, რაც წეღავ თქვით, თავიანთ სიმბოლოდ აიღეს ცისარტყელა. ეს დემონური შემზარავი საქციელია, ეშმაკს ჩვევია საეკლესიო სიწმინდეების გაშარჟება, გამასხარავება. იცით, სატანისტების მთავარი ატრიბუტი რა არის? ჯვარი, ოღონდ ამოყირავებული. მათ სახარებაც აქვს დაწერილი, ოღონდ ყველაფერი შეტრიალებული. ისინი თავიანთ მსახურებაში სანთლებსაც იყენებენ, ოღონდ კუპრივით შავს და ყირამალად ანთებულს. აი აქაც ამ ადამიანებმა ეშმაკისგან დიდებულებმა თავიანთ სიმბოლოდ აიღეს ცისარტყელა, ადამიანის ღმერთთან შერიგების სიმბოლო. თუმცა ბუნებრივია, ღმერთი ვერ ურიგდება ცოდვას. და აი ამ ადამიანებმა თითქოს და იმიტომ ღმერთმა თითქოს და შეისყნარა მათი ცოდვა, მათი სიმბოლო არის ცისარტყელა. ეს არის გაშარჟება და შეურაცხყოფა ჩვენი სიწმინდეებისა. ბიბლიაში იხსენიება ქალაქები სოდომი და გომორი. ამ ქალაქში იყო ძალიან დიდი გარყვნილება. მამები მამებთან წვებოდნენ, დედები ერთად წვებოდნენ, იყო უზნეობა, სიძვა, რუშება, გარყვნილება და აქაც ღმერთმა არ დაახადა. მარტო ლოტი და მისი 2 ქალიშვილი, 2 ასული გადარჩა და მთელი ქალაქი ღმერთმა გოგირდის წვიმით გადაწვა. რატომ? იმიტომ რომ ურჯულოება, რომელიც ღმერთს განარისხებს, ზღვარგადასულია. სიმრავლით გამრავლდა ურჯულოება
სოდომში და გომორში. ამბობს ღმერთი. ჩავალ მესმის მე აი ამ სოდისმა ჩავალ და ვნახავ ისინი როგორ იქცევიან და მართლაც ჩადის ღმერთი და ხედავს აშინელებას. დღემდე ეს ადგილები მკვდარია. იქ ბალახი წარმოდის აი ამ ადგილებს ქვია მკვდარი ზღვა და თუ კი შემთხვევით იორდანიდან რომელიც აი ამ ზღვაში ჩაედინება თევზი შეყვება აი ამ ზღვაში ის იღუპება. ანუ ცოცხალი არსება ამ ზღვაში არ არსებობს. ეს არის კიდევ ერთხელ შეხსენება რომ განსაკუთრებით აი სიძომრუშება და მამათმავლობა არის საზაგელი ღვთის წინაშე. აი ამ პერიოდში, როცა სოდომი და გომორი დაიწვა, ქვეყანაზე ბევრი ცოდვა იყო გავრცელებული. იყო კაცისყდა, შეურაცხყოფა, გინება, კერთაყოლისცემლობა. თითქოს და ღმერთმა ისინი იმაზე თვალი დაუჭა. იმათ მიაგებს ღვთის სამშაბლოზე, მაგრამ აი ამ ცოდვას გარყვნილებას და სოდომიას და გომორიას უფალმა ამ ცხოვრებაშივე მიჩანდეს პასუხი მოსთხოვა. ეს არის რისხვა ღვთისა. შემდგომში გამოხდა ხანი. უკვე ძლევამოსილი რომის იმპერია ჩაეფლო აი ამ ძიმეთოდებში და პავლემოციკული რომაელებს უწევს. დედათა მათა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არაბუნებად. ეგრეცა მამათა მათა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი. მამანი მამათა თანა სარცხვენელსა იქმოდეს. რამე თუ ესე ვითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკვდილისა. აი პირდაპირ პავლემოციკული რომელიც არის ქრისტიანობის ყველაზე მეტი მხარდაგებელი მთელ მსოფლიოში, მან ღვთის სიყვარულის გამო, ადამიანის ცხონების გადარჩენის გამო, მაშინდელ მსოფლიოში სამჯერ იმოგზაურა და ყველგან ხადაგებდა ქრისტიანობას, ის შორეულ ესპანეთშიც კი ჩავიდა და ეს ადამიანი ამბობს, რომ ის ვინც აი ამ სარწმუნოებას ჩადის, ის არის თანამდების სიკვდილისა. როგორი მკაცრი განჩინება ღვთისა, როგორი გამეორება მოციქულისა ჭეშმარიტების დამტკიცების მხრივ. ახლა წამოვიდეთ ჩვენს რეალობაში და გავიხსენოთ დავით აღმაშენებელის პერიოდი. რუის ურბნიცის ძეგლის წერა, სადაც წმინდა მამები შემოიკრიბნენ დავითის თაოსნობით, წმინდანების თაოსნობით, ამ კრებას თავად მეფეც ეცრებოდა, როგორც საერო ხელისუფალი და მეორის მხრივ კრებას ეცრებოდნენ. ბუნებრივია სასულიერო პირები და მათ მიიღეს განჩინება. და ამბობენ, თუ ჩვენ არ ვიცით, საიდან შემოვიდა მორწმუნეებში ეს გარყვნილება, რასაც ქვია სოდომია. და აგრძელებენ, რომ არც ერთი ცოდვა ისე არ ანრისხებს ღმერთს, როგორც სოდომია და გომორია. ანუ როგორც ეს გარყვნილება, რაც არის მამათმავლობა და აღრევა უზნეო ცხოვრების წესით. შემდგომში მამები განაჩინებენ, რომ ჩვენ სამოციქულო წოდებით ბრძანებთ, რომ ვინც ამ ცოდვას ჩადის და ვინც მიდრეგელია მისგან, ვინც არათუ შეძლებს არამედ ლაღობს მაინც. ანუ შეიძლება ადამიანს ეს არ შეძლებს, მაგრამ რაღაცა თითქოს ისყნარებს ამ ცოდვას თავისი ქცევით, საუბრით. ისინიც კი ამ ცხოვრებაშივე იღებენ რისხვას ღვთისას ჯოჯოხეთის სახით და შემდგომში ბუნებრივია თუ ადამიანი არ შეინანებს, მას არ აქვს შენდობა ღვთისგან. ეს არის დამტკიცებული რუის ურბნიცის ძეგლის წერით. ჩვენ ყველანი უბრალო ადამიანები, წასული თუ მოსული ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი მივტირივად დავით აღმაშენებელის პერიოდს. და ყველას გსურს იქნებ, როდესმე კვლავ ეს პერიოდი, რომ დავითის დროინდელი საქართველო აღდგეს
ნიკოფსიდან დარბანდამდე და ცხოვრების წესის ბუნებრივია. მაგრამ რითი უნდა აღდგეს ჩვენი ქვეყნის საზღვრები? უზნეობით და გარყვნილებით? ასეთი რამ გამორიცხულია, ნახეთ, წმინდა მეფე კრება მოიწვია და კრებაზე დაიგმო სოდომია და გომორია. აი ჩვენც ვინც მივტირით დავითის პერიოდს და მომხრეები ვართ მის ცხოვრების წესისა, ჩვენც იგივე საქციელი უნდა ჩავიდინოთ. უნდა დავგმოთ სოდომია და გომორია, მაგრამ დღეს რა ხდება? დღეს თითქოს და დემოკრატიის ნიღაბს ამომხარებული ადამიანები ჩვენ ვარგებენ ჭკუას და გვეუბნებიან დღევანდელი ხელისუფლების წევრები, თუ გვინდა ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია და თუ გვინდა ჩვენ სწრაფვა ევროპისკენ, მაშინ ყველას აქვს რაღაცა თავისი უფლებები და ჩვენ არ შეგვიძლია მათ ხელი შეუშალოთ უზნეობის გადაგებაში. არ შეგვიძლია ჩვენ მათ წინ გადავიღობოთ რამე თუ მათ აქვთ ერთგვარი თავიანთი უფლებები. ეს არის გარყვნილება და გარყვნილების გადაგება. ერთი საკითხია, ვინ თავის ოთახში, თავის სახლში რას აკეთებს, იქ ჩვენ ბუნებრივია, არც ვერები და ვერ შევერებით, ყველას თავისუფალი ნება აქვს. მაგრამ მეორეა, როცა ადამიანი ამას ხადაგებს და უზნეოდ ყველას თვალწინ აწყობს რაღაცა მსვლელობას, რომ ჩვენ ასეთი ცხოვრების წესით ვცხოვრობთ და ჩვენი შვილები შემყურენი მათი დგებიან არასწორი ცხოვრების წესზე. დღესაც ასე ხდება. ადამიანებმა, რომლებაც ევროპაში, ამერიკაში თუ რუსეთში მიიღეს საერო განათლება, იქიდან შემოიტანეს სხვადასხვა წესები. შედალოცილო, რამდენი კარგი წესია უცხოეთში. რა ჩვენ არ აქვს სამწუხაროდ. მოდი რა, რაც კარგია, ეს გადმოიღე. რაღაც უნდა გადმოღება უზნეობას და გარყვნილებას. ეს ხომ ჩვენში ისედაც სამწუხაროდ არის. აი ერთი ამონარიდი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომელიც ბრძანებს. ზოგიერთი საცოდავნი და საბრალონი ჩვენი ყმაწვილი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყანაში სწავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობენ, რაც არის იქ პატიოსანი და ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა, ნეხვსა შინა და აქაც იმას მოგვიტანენ, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლებად იყოს. აი, ადამიანები იქაურ ნეხვში გაისვრებიან, უცხოეთში მიიღებენ განათლებას საერთოდ ამაში ცუდი არაფერია, რა თქმა უნდა. განათლება აუცილებელია, ოღონდ შენ აი ამ განათლებას ვის არგებ? საქართველოში როცა 90% პატივს მიაგებს მართლმადიდებელ ეკლესიას, პატრიარქს, სასულიერო იერარქიას, მოდიხარ და უზნეობას გვიქადაგებ ევროპაში დასწავლს. და აი ამბობ, რომ აი ჰოლანდიაში ეწყობა აი ესეთი სვლელობები და ჩვენც უნდა მათ მივაწვდით. არა ბატონო, ჰოლანდიას სხვა ტრადიცია აქვს, სხვა ქვეყანა, ჩვენ სხვა ტრადიცია გვაქვს და სხვა ხალხი ვართ. მაშინ ჩვენს გვერდმევოდა ჰოლანდიელები. ჩვენ გვია ქართველები. თვიშობლის წირხვად ქვეყანაში ვართ. დაბადებულები, გაზრდილები და მადლობა ღმერთს ტრადიციის პატივისმცემლები ვართ. ჩვენთან ეს არ გამორიცხულია, შეუძლებელია. ახლა ამბობენ, რომ აი ეს რაც უნდა მსვლელობა მოეწყოს 17 მაისს აი ამ LGBT საზოგადოებისა გარკვეული უცხოელი დიპლომატები მათ უერთდებიან. დიპლომატიური კორპუსი უერთდება მათ და ალბათ ზოგიერთი ელჩი მათთან ერთად გაივლის რუსთაველის გამზირზე. ეს არის
სუვერენულ ქვეყანაში ჩარევა. და თხოვ ამ დიპლომატებს თვალთმაგწობენ, ორგულობენ და ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ცხოვრების მოწყობაში ცხვირის ყოფენ. მათი თვალთმაგწობა და მათი აპატიეთ და უსინდისობა თავზე გადავივიდა. ჯერ იყო და 26 მაისს, როცა ხელისუფლებამ ხალხი დახოსა და მიცვალებულები სახურავის დაყარა, ამაზე ხმა არავინ არ ამოიღო. როცა ქვეყანაში ხელისუფლება თავის ხალხს ატერორებდა, აშინებდა, აშანტაჟებდა, იჭერდა, რეპრესიები იყო. ამაზე ეგენი ხმას არ იღებდნენ. და ეხლა ჭკუას გვარიგებენ. რომ აი თქვენ ეხლა გაშუმდით, კუთხეში მიდექით, იქ სადღაც გვერდზე არ გაბედოთ, ხმა არ ამოიღოთ, თორე არ ვიცი რას გისურვებთ. ბატონებო, თქვენს თავებს მიხედეთ. და ჩვენ დაგვანებით თავი. თუ ევროპა ესეთი უნდა იყოს, თუ ჩვენი სწავლა სწრაფვა ევროპაში ასეთია, მე არ მინდა ესეთი ევროპა. ეს არ არის ევროპა, ეს არის გარყვნილება და უზნეობა და საშინელება და საზარელობა. დღეს არ ვიცი როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ახალ მოსული ხელისუფლება გამოდის მათი ხარდაჭერით. და არ ვიცი, იუსტიციის მინისტრი იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება და სხვა ვიღაცა იქნება, ამბობენ რომ რას ლაპარაკობთ ხალხო? მათ უნდა გააიანონ რუსთაველზე დიდი ზარზეიმით. და ჩვენ რა, მათ როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ? და ხომ არ ავისნებათ მათ რომ ისინი ხელისუფლებაში ქართველმა ხალხმა მოიყვანა. და რის გამო? რომ ქვეყანაში კვლავ უზნეობა იყოს, კვლავ უსამართლობა იყოს, კვლავ ჩვენი უფლებები იზღუდებოდეს უმრავლესობისა და თუ ამის გამო მოვიდნენ ეს ხალხი ხელისუფლებაში, თუ ამის გამო ჩვენ ქადაგებდით, ვიბრძოდით, ამის ხმალა ამოღებულები ვიყავით, რომ ის რეჟიმი სააკაშვილისა დასრულებულიყო. და რატომ? იმიტომ რომ ახლა სხვა რეჟიმი მოვიდეს და უზნეობა იქადაგებოდეს ქვეყანაში და ჩვენ არ ვკითხულობთ იმის უფლება რომ მათ წინ დაუდგეთ, შვიდობიანად არ გავატაროთ. ეს რა უბედურებაა? თუ ახალი ხელისუფლება ძველი ხელისუფლების გზას დაადგა, მე არ მინდა ესე იყოს. მე ნამდვილად არ მინდა ესე იყოს. და თქვენ ხომ იცით, რომ ეს ხალხი როგორი ბრძოლის მერე მოვიდა თავობაში. და თქვენ აი როგორი იბრძოდით? თითოეული ადამიანი, თითოეული რაღაც ხმა იქნებოდა ის თუ რაღაც დაცვა იქნებოდა თუ რავი თქვენი საქციელი იქნებოდა თუ აი ამ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა. და რისთვის? რომ ახლა ამ ადამიანებმა მიიტაცონ აი ეს თავიანთი საჯდომელი სკამები და თავზე წამოგაჩნდეს ქართულ ხალხს, ეს არ მოხდება. მე არ მინდა ჩემმა საუბრმა მუქარის სახე მიიღოს, მაგრამ ვიტყვი, როგორც მოვიდნენ, ისე წავლენ. და აი ამას ქართული ხალხი გააკეთებს. ის ხალხი, ვინც ვერ ეგუება უზნეობას. ჩვენ გვაქვს მინდა წერილი, ჩვენ გვაქვს ეკლესიის სწავლება, ჩვენ გვაქვს ეროვნული ტრადიციები. რაზეც ვიზრდებით? სულ ყველა მათგანი გმობს აი ამ საზარელ სოდომიას და გომორიას. ჩვენ მასზე ვართ გაზრდილები. მით საზრდოობთ და ბუნებრივია, ჩვენც იგივეს მოვიმოქმედებთ, იგივეს გავაკეთებთ, რომ დავგმობთ აი ამ სოდომიას და გომორიას. და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ახლა ლაპარაკი ზედმეტია, მშვიდობიანად, წყნარად დავდგებით და თუ აი ამ სვლელობას, მათ სვლელობას, LGBT საზოგადოების სვლელობას წინ გამოუძღვება ხელისუფლების წარმომადგენელი, ან შინაგან საქმეთა მინისტრი, ან იუსტიციის მინისტრი, ან
პრემიერ-მინისტრი კი ბატონო, მაშინ გადაგვიავნო ზემოთ. მაგრამ ჩვენ ვიდგებით და მათ არ გავატარებთ. ჩემი შეხედულება ესეთია, 17 მაისს აი ეს საზარელი მსვლელობა ეწყობა ამ LGBT საზოგადოებისა. 17 მაისს ასევე ეწყობა ლიტანიობითი მსვლელობა ფილარმონიიდან ქვემოთ 11 საათზე ვიკრიბებით. იქ საუნდელოება იქნება, საზოგადოების ნაწილი იქნება ბუნებრივია, იქ თქვენც იქნებით, იქ იქნებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გმობენ. ეს არის ცოდვა. ცოდვის მიღება შეუძლებელია. ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ ეს ითვლებოდა ცოდვად. მერე უკვე ითვლებოდა გადახრად. და ეხლა ითვლება ჩვეულებრივ ცხოვრების წესად. შეიძლება ახლა შეიკრიბონ რუსთაველზე ნარკომანები, აიღონ თეთრი დროშა, მასზე თქვათ ნიანგი დაახატონ, აიღონ მოდელირებული შპრიცები და გაიარონ რუსთაველზე. და თქვენ ეს ჩვენი უფლებებია. რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. როგორ თუ კი ნარკომანია იგმობა და მიუღებელია, სოდომი არა, მისაღებია, მაშინ რამოდენიმე ხანში გამოვლენ ყაჩაღები, კაცისყრელები, დანები და იარაღებით ხელში იყვნენ. ჩვენი უფლებაა, ვისაც გვინდა იმას მოვკლოთ, რატომ გვიზღუდავთ უფლებებს? ვინც თქვა არაკაცკლა, იმან თქვა არ იმრუშო. და არაფერი განსხვავდება ეს ცოდვები ერთმანეთთან. როგორ ღვთის პირიც გამოდის. ამიტომ ისინი ვინც აწყობენ აი ამ მსვლელობას არიან ძალიან მძიმე ცოდვაში, ჩვენ მათ მოუწოდებთ სინანულისკენ, შეინანონ წმინდა ეკლესიას, შემოუერთდეთ, ეკლესია მათ მიიღებს და არ გააგდებს მათ არავის. მაგრამ აი ეს დიპლომატები, რომლებიც საქართველოში შემოსულები არიან და ჩვენ ჭკუას გვარიგებენ, მათ ვთხოვთ, რომ გვერდზე გაიწიონ. ნუ ძაბავენ სიტუაციას ქვეყანაში. ნუ აყდენენ დაპირისპირების პროვოცირებას, თორე პასუხისმგებლობა მათზე იქნება. რადგან ისინი არიან აი ამ უზნეობის და გარყვნილების და ქვეყნის დაქცევის გვერდში მდგომები. ამ ცოდვამ ქვეყნები დაანგრია. ამ ცოდვამ კაცობრიობა გაწყვიტა. ქალაქები გადაიბუგა. ქვეყნები აღიგავა პირისაგან მიწისა. სადაც გავრცელდა ეს ცოდვა, იქვე იყო რისხვა ღვთისა. კიდევ მინდა ვთქვა, სახში ვინ რას აკეთებს, ეს მისი საქმეა. მაგრამ ამის საჯაროდ ქადაგება და სიარული ეს მიუღებელია და დაუშვებელი. ამიტომ ჩვენ ამას ბუნებრივია ვეწინააღმდეგებით და ვერასდროს ერთ-ერთი ჩვენთაგანი ამას ვერ მივიღებთ. აი ორიოდე სიტყვით მერის თქმაც მინდოდა დღევანდელი შეიძლება რამე გამომჩა ამას მე კიდე წივის ბოლოს დავამატებ ყოველ შემთხვევაში ახლა ვიცოდეთ რომ საზოგადოების ინერტულობა აი ამ შემთხვევაში ანუ გულგრილობა არის დანაშაული. როცა ადამიანი რაღაცა პროცესების მიმართ არის გულგრილი, ეს არ არის სწორი. ეს ჩვენი ქვეყანაა. ღმერთმა ჩვენ მოვუწეს სამართავად. ჩვენ უნდა მას უპატრონოთ. თუ ჩვენ არ უპატრონებთ, აი ეს მომხდურები თავზე გადაგვივლიან. ამიტომ როგორც ერთ დროს დუმილით ქრისტე გაიცა და წმინდა მამები ამბობენ, რომ სამასხოვარი ჯვარზე იღრებოდა, იქ ყველა არიზახდა ჯვარსაცვიო. ზოგიერთი ჩუმად იყო. მაგრამ აი ამ სამართლობას და უშუალობას წინ არ აღუდგა. აი ასევე დღესაც დუმილი ეს არის გასცემის ტოლფასი. ჩვენს უყვება თქმა უნდა ავიმოღოთ აი ამ უზნეობის წინააღმდეგ თქვათ ჩვენი საქმეები, რომ ეს
ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ყველგან, მაგრამ ჩვენთან განსაკუთრებით არის მიუღებელი და დაუშვებელი და მართლა ჩვენ სულ შეგვეცდებით. პარასკევს 17 მაისს 11 საათზე შევიგებებით ფილარმონიასთან და შემდგომში იქიდან ლიტანიობით გავემართებით ქვემოთ, როგორც თხოვნა მექნება სულ ყველასთან არავინ შევიდეს დაპირისპირებაში. ვიღაცამ შეიძლება შეგაგინოთ აპატია და შეგაფურთხოთ, შეიძლება ქრისტეს შეგაგინოთ. ესე იქცევიან ეს ადამიანები, რომ რაღაც ყოველდღე წმინდა იმას გვიგენებენ, მაგრამ მოვითფინოთ, ვიდგეთ, ხმა არ გავცეთ პირიქით. თუ დავინახოთ ვინმე თქვათ, აი კონდუში ის გავაჩვენოთ და გავაჩეროთ. იმიტომ რომ მათ ეს უნდათ კონფლიქტის ისპინერება. მერე იტყვიან, მაი ჩვენ დევნიან, გვაწვალებენ, გვაწამებენ და ახლა მილიონებს გადმოურისხავენ მერე უცხოეთიდან. და თითქოს და მიიღონ რაღაც მოწამეების გვირგვინი და მანდია. ვინ ერჩით? რაღაცა ის დაწერეს წერილი, რომ თურმე ამ ადამიანებს მაპატიე და მათზე ხდება სექსუალური ძალადობა. ესე იგი ეგეთია მის მოგასაკეთებს და ესე იგი ერთმანეთს თვითონ იმარშვებიან, რა ქვია, ამ ურთიერთობას უფუჭებენ და თვითონ ძალადობენ ერთმანეთს. აბა ნორმალური ადამიანი ჯერ სოდვა, მაგრამ ეგეთი ანუ ვინც მათზე ძალადობს. ესე იგი ეგეთი გამოდის, ხო? მოდა ჩვენი უნდა ვიყოთ წყნარად, შვიდად, ვილოცოთ, ღმერთს შემწეობა ვთხოვოთ. არ ვიცი, მე არ გონია, რომ ახლა პოლიცია მოვიდეს და ჩვენ გავუძიონ გვერდზე. არ გონია. თუ ასე მოხდება, მაშინ მე აი ყველა პოლიციელის სახელს და გვარს ვიკითხავ და მეცოდინება ჩემთვის. ამას მე რა ვსულებას მისცემს, მე ვიცი. მაგრამ მეცოდინება ჩემთვის. ისინი ვინები არიან და ვინ წევენ ჩვენს ქვეყანაში. მართლმადიდებლებს გვერდით და ვის ათარეშებენ და აპარპაშებენ. და რას უწყობენ ხელს? ზნეობრიობას თუ უზნეობას? მადრს თუ ცოდვას? ერთმა დაგვიწოთ.